გამარჯობა მეგობრებო, გაატარეთ ერთი დღე ჩემთან ერთად. ოღონდ დღეს გადავწყვე რომ ყოფილიყავი Ashton Hall-ი და ეს იქნება Ashton Hall Edition. გავუღვიძე 4:44-ზე და შემდეგ შევმოწმე ჩემი ძილი. ეს საათი ვიყიდე იმისთვის რომ ჩემი ძილის ტრეკინგი მომეხვედრა, მაგრამ ამ საათზე 4-ზე მეტი ციფრი არ მინახავს. ანუ 4 საათზე მეტი არ მეძინია. შემდეგ უკვე გავიზმორე დავდექი და დავიწყე გამზადება თმის დაშლა, მეგონა რომ ძალიან მაგრამ ექნებოდა თმა დახვეული, მაგრამ მე მივხვდი რომ გვიან რო დავიძინე, ეს თმა არ გამიშრია და აი ესე საშინელად დარჩა. ძალიან disappointed ვიყავი სახეზე მეტყობა. მეთქი ეს რა არის თქო საშინელება იყო. მაგრამ მაინც გავაგზავნე იქნებ რამე გამოვიდეს თქო. მაგრამ აი საბოლოოდ ესე გამოვიყურები და რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვარ. შემდეგ უკვე წავედი გასამზადებლად და შემხვდა ჩემი დეიზი. ჩემს ზაღლი ყოველთვის მზად არის რომ შემხვდეს მივხედავთ 4 საათი არის თუ არა. და ამის შემდგომ უკვე გამომზადე კი არა დავიწყე გამზადება. აქ კვილებს ვიხეხავ და რაღაცებზე ვფიქრობ. აქ სახეს ვიბან. არაფერი საინტერესო აქ ვიზმარები, იმიტომ რომ ისევ ძალიან მткиვა წერილი და კისერი. ხო და კიდე გავშალეთ მამეთქი იქნებ რამე შეიცვალა თქო, მაგრამ ისევ იგივენაირად ქონდა საშინლად. ვერაფერი ვერ ვუშველე. მე რა თქმა უნდა გადავედი კანის მოვლაზე და ერთადერთი რასაც ვიყენებ ეს არის სახის დამატენინებელი La Roche-ი, რომელსაც აქვს 50%-იანი SPF-ი, კი არა და დაცვა პროცენტია ეგ არის. მე დავარცხნა ეს თმა ისევ იმის მიზნით და იმის მოლოდინით რომ უკეთესად მექნებოდა, მაგრამ არ გქონდა, მე ჩავიცვი. ეს გამოყურე, მაგრამ მივხვდი რომ შემცივდება და კიდე ძელმკლავენ ჩავიცვი და კიდე სვიტრი ჩავიცვი და საბოლოოდ გამომიყურები ესე. დიდი ეფორტი რა თქმა უნდა არ ჩამიდა, იმიტომ რომ ღამის 5 საათზე ვმუშაობ, ამიტომაც ეგეც საკმარისი იყო. მე ავარჩიე რომელიც უნდა გამესხდა ავირჩიე. ბარბერის გადესი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი სუნამო, იმიტომ რომ ერთხელ სალონში ვიყავი და ფრჩხილის ტექნიკას მაგერა და რაც უკვე მაგან მითხრა რომ ძალიან კარგი სუნია, როგორც შემოხვედი ვიგზნო და ამიტომ დავისხმე, მე გავსწორე საწოლი. და ასე გავაკეთე. დავწექი. ხო, მე ლეპტოპი ავიღე და ვნახე დატენვა ჭირდებოდა თუ არა და კი რა თქმა უნდა ჭირდებოდა, ამიტომაც ავიღე ლეპტოპი, მოვზებნი დამტენი და ჩავყარე ყველაფერი ჩანთაში. მე აქ უკვე განახებთ რამე მოქვს ლანჩბოქსად, წიწიბო რამე მოქვს პირველ კლიპში ეს იყო სტაფილო და აქ უკვე დავიწყე გამზადება რომ გავსულიყავი. არ ვიცი აქ რომელი საათი მგონი 6-ზე ვმუშაობდი. ხო, ალბათ თუ არა, არ ვიცი, ხო. და წავედით. ისე მიყვარს ხოლმე დილით გასვლას უცარიელია გზები აქ მიდო 97-ით იმედია დედა ამ ვიდეოს არ ნახულობს. ასე სწრაფად არ დავდივარ ხოლმე. ხოლმე თანაპიროზე. წავედით და აქ მგონი კამერა დამივარდა სადღაც მეთქი ხო არ გადაყდა თქო, მაგრამ არ გამტყდა რა. უკვე მოდით სამსახურში, ახლა გაჩვენებთ სად ვმუშაობ. მგონი არ მიხსენებია, Walt-ის ოფისში ვმუშაობ. მაგრამ ამ ვიდეოს რო დავდებ უკვე მაგ დროისთვის წამოსული ვარ, ეს არის ძველი ვიდეო, რომელიც დაედიტებაც ძალიან მეზარებოდა და ახლა გვიანდებ. ეს არის Walt-ის სამზარეულო. ახლა განახებ შიგნით ოფისაც. ძალიან გამოგვირდა ოფისში რომ ვნახე ვიღაც, იმიტომ რომ ესეთ დროს ძალიან ცოტანი ვმუშაობთ ხოლმე. ვიღაცას მოვპარე მაუსპადი და დავიწყე სისტემაში შესვლა. მე უკვე კინწმენდა ჩაბატარე. კამერას არაფერი არ დაემართა საბედნიეროდ. შემდეგ ისე წმენდ და მე გავრეცხე ვაშლი, რომ მეჭამა. მე უკვე წავიდა სკროლვა, იმიტომ რომ საქმე საერთოდ არ მქონია, დილით ძალიან ნაკლები საქმე ხოლმე, ამიტომაც დროებით გამოყვანა არ ვიცოდი. მე Apple Watch-ში ისევ რაღაცებს ტრეკავდი და ვუყურებდი, მე მეთქი ფილმს ვუყურებ თქო და მე ყველაფერი მომბეს და მე ავიღე ბრეიკი დავილეყავა. მე ვჭამე სტაფილო. დიახ, დავრგიშდები სტაფილოზე, მაგრამ მეთქი კაი ჯანდებას შევჭამე, იმიტომ რომ მოწყენილი ვიყავი. და აქთან ფილმს ვუყურებდი, მგონი Desperate Housewives, რომელიც ძალიან მოყვარს, ახლა უკვე დავუმთავრე, ძალიან მალე დავუმთავრე 8 სეზონი. აქ უნდა წავსულიყავი ჩემ შეყვარებულთან და ვნახე რომ საცობს მიწერდა 45 წუთს თუ 50 წუთს და ძალიან გავბერთდი, მაგრამ რა მექნა უნდა წავსულიყავი. მოვხვდი საცობში, მე ცოტა ხანი ერთად ვიყავთ და საღამოს გადავწყვიტეთ რომ აუზზე წავსულიყავით და წავედით. და მოვედით. ხო, აგარიც ხდება. აქ შევედით და ეკრანი იყო, სადაც ჩანდა ბევრი ხალხი იყო თუ არა აუზზე გიჩვენებდა და არ ვიცოდით ჩავსულიყავით თუ არა, დიდი ხანი უკამათობდით კი არ დავჭოვდით, მე შევედით საბოლოოდ. შეგნით ახლა აუზებით ბევრი ვიდეო ვერ გადავიღებ, მაგრამ გამოვედით დაახლოებით 10 საათზე და ერთ კლიპს განახებთ როგორ გამოიყურება ეს აუზი, Sport Time-ი. დიახ, შემდეგ რა მოხდა? შემდეგ წავედი სახლში და რა თქმა უნდა დეიზის მოვეფერე, იმიტომ რომ მთელი დღე ნანახი ამოყავდა.
და დავიწყეთ ჩემ პროექტზე მუშაობა საბაკალავრო ნაშრომზე, რომელიც შემდეგ უკვე ჩემ ლექტორს საშუალოდ არ მოეწონა და გამაძღა. აქ უკვე 12 საათია და ჩემ დასკვნა დაბადების დღე და შემოთმება მომპარა ჩემი პროტეინის ფაუდერი და გააკეთა პანკეიკები. მაგრამ ჩემს საქართველოში მაინც არ იყო და უბრალოდ ონლაინ რო ეშვენებინა რომ რაღაც ტორტი გააკეთა. ნუ აქ ვლაპარაკობდით და ვიცინოდით და ხო, სულ ეს იყო ჩემი დღე ნახვამდის.